მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზს მშვილდოსნებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამმნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების 7-იანი. ნოემბრის განმავლობაში მოგინდებათ საკუთარი შეხედულებების და სურვილების აქტიურად გამოთქმა და ქმედებით გამოხატვა. გექნებათ განცდა, რომ ახლა მნიშვნელოვანია მოიგრიბოთ გამბედაობა და დაუპირისპირდეთ ყველაფერს, რაც არ მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში და თქვენს გარშემოც. შესაძლებელია მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა და აღმოჩნდეთ გარკვეულ დაძაბულ სიტუაციებშიც. იქნებით მომთხოვნი როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართაც, ადვილად შეხვდეთ სხვადასხვა დისკუსიებში და არ მოერიდებით კამათსაც. სავსე იქნებით შინაგანი ენერგიით და აქტიურად იმოქმედებთ დასახული მიზნების მისაღწევად. ამასთან ადვილად დაძლევთ ნებისმიერ წინააღმდეგობას და გექნებათ საკუთარი უპირატესობის განცდა. ამ პერიოდში შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება მიუხედავად მისი სირთულისა, თუმცა მნიშვნელოვანია არ აყვეთ მოჭარბებულ ემოციებს, არ დაკარგოთ რაციონალური კონტროლის უნარი საკუთარ ქმედებებზე და უარეს შემთხვევაში იქით არ დაესხათ თავს გარშემომყოფებს. გირჩევთ შეინარჩუნოთ კეთილგონიარება და სამართლიანობა და ენერგია, რომელიც უხვად გექნებათ ამ პერიოდში, მიმართოთ კონსტრუქციულ კალაპოტში და მხოლოდ თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფებისთვის ხელსაყრელი პოზიტიური მიზნებისკენ. ვნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი, წარმოუდგენლად პოზიტიური ენერგია ამ პოზიციისთვის. ნოემბრის განმავლობაში უხვად დაიმსახურებთ საყვარელი ადამიანისგან ყურადღებას, სიყვარულს, აღფრთოვანებას და ზრუნვას. თქვენს მოგინდებათ მეტად იზრუნოთ პარტნიორზე და ზოგადად ოჯახის წევრებზე. ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენს პირად ცხოვრებასთან, პარტნიორთან ან ოჯახთან დაკავშირებულ დიდი ხნის ოცნებას შეესყას ფრთები, ან მინიმუმ სერიოზული ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით. მათთვის, ვინც პარტნიორის გარეშე ხვდებით ნოემბერს, ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენი ოცნების ადამიანი გამოჩნდეს ჰორიზონტზე და ამ ფაქტმა სასიამოვნო ემოციებით აგავსოთ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი, ან ისეთი ახალი ამბავი გაიგოთ, რაც თქვენს პოზიტიურ სამომავლო პერსპექტივებთან იქნება დაკავშირებული და ძალიან გაგახარებთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების რაინდი. ამ პერიოდში იქნებით ემოციებით სავსე, გაიზრდება თქვენი მგრძნობელობა, იქნებით რომანტიკულ განწყობილებაზე, მოგინდებათ გამოხატოთ მეტი ყურადღება პარტნიორის მიმართ და მეტად იზრუნოთ მასზე, თუმცა შესაძლებელია თქვენმა ასეთმა განწყობილებამ გადაჭარბებული სენტიმენტებისკენაც გიბიძგოთ, გარკვეული ილუზიები შეიქმნათ თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით თუ რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში ხართ, შესაძლებელია არასწორად შეაფასოთ საკუთარი ქცევა, გაამართლოთ პარტნიორი და გქონდეთ თვითგვემის თუ საკუთარი თავის დადანაშაულების შეგრძნება, რაც თავის მხრივ შეგიქმნით გამრუდებულ წარმოდგენებს და არ მოგცემთ სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ამიტომ საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმისას გირჩევთ იყოთ მეტად რაციონალურები და მხოლოდ კარგად გააზრებული გეგმის მიხედვით იმოქმედოთ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება.
ერთ-ერთი კარმული არკანია ტაროს დასტაში. ფიქრობ პირადი ურთიერთობების სფერო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ნოემბრის განმავლობაში. არ არის გამორიცხული სერიოზულ ურთიერთობაში შეხვიდეთ ამ პერიოდში, თუმცა მათთვისაც, ვისაც ასეთი ნაცნობობა არ გელით, მოგინდებათ ან მოგიწევთ დაფიქრდეთ ამ მიმართულებით. გაანალიზოთ, რატომ ვერ ახერხებთ სასურველი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რა ხელშემშლელი ფაქტორებია თქვენში და თქვენს გარშემო და მოგინდებათ დაიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, მაღალი არკანების ასეთი ძლიერი ენერგიებით თქვენ შეძლებთ გამოიტანოთ სწორი დასკვნები და შესაბამისად სწორადაც იმოქმედოთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. მონეტების 10-იანი. თქვენ მოგეცემათ თვითრეალიზებისთვის ყველანაირი შესაძლებლობა, თითქოს თვითონ სამყარო ხსნის თქვენი შესაძლებლობების კარიბჭეს ამ მიმართულებით. აქ არ არის გამორიცხული ზოგიერთი თქვენგანი ანაზღაურების სრულიად ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, როდესაც რამდენიმე ჯერადადაც კი შეიძლება გაიზარდოს თქვენი შემოსავლები, ასევე ყველანაირი შანსი გაქვთ დაწინაურების, უფრო პრესტიჟულ კომპანიაში გადასვლის, თანამშრომლობის წინადადებების მიღების, სხვადასხვა შემოთავაზებების, ასევე არ არის გამორიცხული დაკავდეთ საოჯახო ბიზნესით, ან სახლიდან დისტანციურად გადაწყვიტოთ მუშაობა. ამ პერიოდში შესაძლებელია შემოსავლის რამდენიმე წყაროც გაგიჩნდეთ, მათ შორის პასიური შემოსავლის სახით, მაგალითად უძრავი ქონების გაქირავებით, ან სულაც მემკვიდრეობა მიიღოთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების რაინდი. ნოემბრის განმავლობაში მოგიწევთ აქტიურობა, ბევრი მოძრაობა, გადაადგილება. შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს მგზავრობასთანაც, მაგალითად მივლინებაში მოგიწიოთ წასვლა, ასევე ეს არკანი მიანიშნებს ინფორმაციის აქტიურ მოპოვებაზე. ამ პერიოდში შესაძლებელია გადაწყვიტოთ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენ სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ, მოგინდეთ თქვენი ცოდნის გაახლება, გაღრმავება, ან თუ უკვე ფლობთ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას, შესაძლებელია მოგინდეთ სხვებისთვის გაზიარება. ასევე შესაძლებელია გადაწყვიტოთ საკუთარი პროექტის განხორციელება და ამასთან დაკავშირებით მოიძიოთ შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო ან საინვესტიციო პროგრამები, ან სულაც შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური საქმის წამოწყება მოგინდეთ და დაიწყოთ იურიდიული საკითხების გარკვევა და საჭირო ფინანსების მოძიება. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება. ხმლების 5-იანი. აქ არის დასაქმების შანსი, ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ, რომ თქვენ პასიურ მდგომარეობაში იყოთ. ამ არკანების კომბინაციით თქვენ ყველა ღონეს და ხერხს მიმართავთ, რომ დასაქმდეთ და ფიქრობ ძალიან გაგიმართლებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საქმე, რომლის შესრულებაც მოგიწევთ, არ იყოს თქვენი პროფესიით და არც საოცნებო საქმე იყოს თქვენთვის, მაგრამ ანაზღაურება, რომელსაც მიიღებთ დასაქმების შემთხვევაში, ნამდვილად კმაყოფილს დაგტოვებთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია ეს იყოს ერთჯერადი საქმე, ან ხანმოკლე დასაქმება, თუმცა არც ამ შემთხვევაში თქვა თუ არის ასეთ შანსეთ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რომ ამ დასაქმებით გზა გაიხსნათ უფრო სერიოზული და შესაძლებელია თქვენთვის სასურველი სამსახურის მოსაპოვებლადაც. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების 8-იანი. ნოემბერი თქვენთვის საქმეებით დატვირთული და ჰიპერაქტიური თვე იქნება. ამ პერიოდში მოგიწევთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება და სწრაფად რეაგირება სხვადასხვა საკითხებზე. შეიძლება მიიღოთ ახალი საქმიანი წინადადებები და მოულოდნელი და ძალიან პერსპექტიული შემოთავაზებები. გამორიცხული არ არის მოგიწიოთ საქმიანი ვიზიტით გამგზავრება სრულიად დაუგეგმავად. ამ პერიოდში დაინახავთ, რომ თქვენი საქმეები სწრაფად დაიწყებს პროგრესირებას და იგრძნობთ, რომ საჭიროა დაიჭიროთ ეს ტალღა, ისარგებლოთ მომენტით. ასეთი გარემოებები თავისთავად აგავსებთ ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით და მეტად ენერგიულად ჩაერთვებით სამუშაო პროცესში. და ვფიქრობ, ეს თვე შემოსავლებითაც გაგახარებთ და საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილს დაგტოვებთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში,
მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი ციკლურობის ნიშანია. იგი არაერთგვაროვან პასუხს გაძლევთ ამ პერიოდში. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე ფინანსების მიმართ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენ შემოსავლებს და რაში ხარჯავთ მათ. თუ სწორად გაქვთ დალაგებული საკუთარი ფინანსური მენეჯმენტი, მაშინ შესაძლებელია ნოემბრის განმავლობაში სრულიად მოულოდნელად დიდი შემოსავლები მიიღოთ, როგორც ერთგვარი საჩუქარი სამყაროსგან, თუმცა პირიქითაცაა შესაძლებელი, თუ ფინანსების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გაქვთ, შესაძლებელია ამ პერიოდში სამყარომ საკმაოდ მკაცრი და არც თუ სასიამოვნო გაკვეთილი ჩაგიტაროთ. ყველაფერი თქვენზე, გამლელ პერიოდში თქვენს ქცევებზეა დამოკიდებული. ეცადეთ ამ პერიოდში არ გაწიოთ დიდი რისკები, მაქსიმალურად ეცადეთ დაფაროთ მიმდინარე ვალდებულებები და მნიშვნელოვანი შენაძენებიც გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ხართ დარწმუნებული ხარისხში ან შესაძენი ნივთის ვარგისიანობაში. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი. სამყარო გირჩევთ ამ პერიოდში იმოქმედოთ მაქსიმალურად კეთილგონივრულად, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ახლობელ ადამიანებსაც. იაზროვნეთ მეტად მასშტაბურად, უფრო სტრატეგიულად და რაც მთავარია ლოგიკურად. იყავით თავდაჯერებულები, გამბედავები, დისციპლინირებულები და იმოქმედეთ მხოლოდ კანონიერი გზებით და საკუთარი გეგმის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში თქვენ ყველაფერს მიაღწევთ და ყველაფერი გამოგივათ. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი მშვილდოსნებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.